1000 წლის წინ ყველა ადამიანი ასე ცხოვრობდა. დღეს პლანეტაზე დარჩენილია 1200-ზე ნაკლები ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ ნადირობენ გადასარჩენად ისე, როგორც მათი წინაპრები აკეთებდნენ 50,000 წლის წინ. ისინი ბაობაბის ხეების ქვეშ სცინავთ, საათის გარეშე იღვიძებენ და ყოველი კვება ერთ რამეზეა დამოკიდებული, მოკლა ან შიმშილი. ტანზანიის ჰაძაბეებს არ აურჩევიათ ტრადიციების შენარჩუნება. მათ უბრალოდ არასდროს შეუწყვეტიათ ორიგინალური გზით ცხოვრება. და მომდევნო 24 საათის განმავლობაში თქვენ თვალს მიადევნებთ იმას, თუ რას ნიშნავს ასეთი არსებობა. თუ გატაცებული ხართ გარეული ცხოველებით და ნამდვილი დოკუმენტური ფილმებით, ნუ გამორთავთ ამ ვიდეოს. ასწავლეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ, საიდან უყურებთ. რიფტის ველი კვეთს ტანზანიას როგორც 65 მილიონი წლის გეოლოგიური ნაწიბური. სწორედ აქ ეიასის ტბასა და ოლდეანის ვულკანის ფერდობებს შორის ჰაძაბეები ინარჩუნებენ თავიანთ ტერიტორიას. დაახლოებით 1300 კვადრატული კილომეტრის ფართობის სავანა, მშრალი ტყე და კლდოვანი რელიეფი. აქ არ არსებობს არანაირი ღობე, არანაირი მოკირწყლული გზა, არანაირი განათების ბოძი. მხოლოდ მიწა, მცენარეულობა, გარეული ცხოველები და ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ რაიმეს მოშინაურებაზე, მათ შორის საკუთარი თავისაც. ღამის 3 საათი და 40 წუთი. ბანაკს ჯერ კიდევ სცინავს. რვადროებითი ქოხი დამზადებული გადახლართული ტოტებისა და მშრალი ბალახისგან ქმნის არასწორ ნახევარწყლს. არ არსებობს საკუთრივ კედლები, მხოლოდ სტრუქტურები, რომლებიც ჩრდილს სთავაზობენ დღის განმავლობაში და დაცვას ქარისგან ღამით. ჰაძაბეს ოჯახი ბანაკს საშუალოდ ყოველ 2 კვირაში იცვლის. ახალი საცხოვრებლის აშენებას დაახლოებით 2 საათი სჭირდება. მისი მიტოვება არ იწვევს დანაკარგის განცდას. ბანაკის ცენტრში კოცონის ნაკვერჩხლები ჯერ კიდევ გამოსცემს სუსტ ნარინჯისფერ ნათებას. ცეცხლი არასოდეს ქრება ბოლომდე. ვიღაც ყოველთვის იღვიძებს ღამის განმავლობაში ტოტების დასამატებლად. არა რიტუალის ან ცრურწმენის გამო, არამედ აბსოლუტურად პრაქტიკული მიზეზების გამო, ცეცხლი აფრთხობს მტაცებლებს. ლომები, აფთრები და ლეოპარდები დაძრწიან ამ მიწებზე. ბანაკი ცეცხლის გარეშე მოწვევაა. გუდო პირველი იღვიძებს. 34 წლის 1 მეტრი და 68 სანტიმეტრი სიმაღლის, დაახლოებით 60 კილოგრამი. გამხდარი ისე, რომ ქალაქელი ადამიანები შიმშილში აურევდნენ, მაგრამ ეს წარმოადგენს იდეალურ ფიზიკურ ფორმას მათთვის, ვინც დღეში 15-დან 20 კილომეტრამდე გადის 40 გრადუსის სიცხის ქვეშ. მისი სხეულის თითოეული კუნთი არსებობს კონკრეტული ფუნქციისთვის. ის დგება მიწიდან, სადაც ანტილოპის ტყავში გახვეულს ეძინა. არ არის მატრასი ან ბალიში. ჰაძაბეებს დაბადებიდან პირდაპირ მიწაზე სცინავთ. დიუკის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ მათ აქვთ ძილის ხარისხი იმაზე მაღალი, ვიდრე ინდუსტრიული პოპულაციების საშუალო მაჩვენებელია, მიუხედავად იმ პირობებისა, რომლებსაც დასავლელები დასვენებისთვის შეუძლებლად მიიჩნევდნენ. გუდო იღებს თავის მშვილდს. იარაღი დაახლოებით 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი სიგრძისაა, დამზადებული კომფოლია ხისგან, ადგილობრივი ხე, რომელიც ცნობილია თავისი მოქნილობითა და გამძლეობით. ასეთი მშვილდის დამზადებას დაახლოებით 3 დღის ხელით მუშაობა სჭირდება. ჯერ ხდება სწორი ტოტის შერჩევა, რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი დიამეტრი და არანაირი კვანძი, რომელიც სტრუქტურას საფრთხეს შეუქმნის. შემდეგ ფრთხილი გახეხვა ლითონის პირით, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ნივთებიდან, რომლებსაც ჰაძაბეები მეზობელ ტომებთან გაცვლით იღებენ. ბოლოს, ცხოველური ცხიმით დამუშავება წყალგაუმტარობისთვის და სიმის დაყენება, რომელიც დამზადებულია ჟირაფის დაწნული მყესებისგან. ჟირაფის მყესები. ეს არ არის შემთხვევითი დეტალი. ჰაძაბეებმა უთვალავი თაობის წინ აღმოაჩინეს, რომ ჟირაფის კისრის მყესები, როდესაც გაშრება და დაიწვნება, წარმოქმნის ყველაზე გამძლე და ელასტიურ სიმს მათი მშვილდებისთვის. ერთი ჟირაფი იძლევა საკმარის მასალას სიმების დასამზადებლად, რომლებიც წლების განმავლობაში ძლებს. ცხოველის თითოეულ ნაწილს აქვს დანიშნულება. არაფერი იკარგება. ტყავი ხდება დასაძინებელი საფარი. ცვლები ხდება იარაღები. ცხიმი ხდება საწვავი ჩირაღდნებისთვის. ხორცი კვებავს ჯგუფს დღეების განმავლობაში. მყესები ხდება მშვილდის სიმი. ჩლიქები მოხარშვისას წარმოქმნის ბუნებრივ წებოს, რომელიც გამოიყენება ისრის წვერების დასამაგრებლად. გუდოს 12 ისარიმი აქვს დიკ-დიკის ტყავისგან დამზადებული კაპარჩით, პატარა ანტილოპა, რომელიც ზრდასრული მაქსიმუმ 6 კილოგრამს იწონის. ისრები 70-დან 80 სანტიმეტრამდეა და მათი ლითონის წვერები წასმულია ხის შხამით. ეს არის ჰაძაბეს ნადირობის სასიკვდილო საიდუმლო.
შხამი მოდის ედინია მობსამბისგან, რომელიც ხალხში ცნობილია როგორც უდაბნოს ვარდი. ამ მცენარის წვენი შეიცავს გულის გლიკოზიდებს, რომლებიც საკმარისად ძლიერია 800 კილოგრამიანი კამეჩის დასაგდებად რამდენიმე საათში. ფესვის ქერქი იხარშება მანამ, სანამ არ წარმოიქმნება მუქი და ბლანტი პასტა, რომელიც ისრების წვერზე დაიტანება. მოწამლული ის არის სასიკვდილო რჩება რამდენიმე თვის განმავლობაში. დილის 4 საათი და 15 წუთი. სხვა მონადირეები იწყებენ გაღვიძებას. მანუ 22 წლისაა და ჯერ კიდევ სწავლობს ნადირობის ყველაზე რთულ გზებს. ჰაძაბეებს შორის მამაკაცი იწყებს ნადირობას პატარა ცხოველებზე, ფრინველებზე, კურდღლებზე, ხვლიკებზე და ახლოებით 8 წლის ასაკში. 12 ან 13 წლის ასაკში ის უკვე თან ახლავს უფროსებს მცირე ნადირობებში. მაგრამ ნებართვა დიდ ცხოველებზე ნადირობაში მონაწილეობის მისაღებად, როგორიცაა ჟირაფები, კამეჩები და ზებრები, მხოლოდ 18 წლის შემდეგ მოდის, როდესაც ახალგაზრდამ უკვე აჩვენა სრული დაუფლება კვალისწიებაზე, მოთმინებასა და სიზუსტეზე. სალეჰე დღევანდელი ჯგუფის ყველაზე უფროსია. 50 წელს გადაცილებული სახელმზისა და ქარის ათწლეულების ზემოქმედებით დაღარული, სქელი ნაციბურით, რომელიც მარცხენა წარბიდან თმის ხაზამდე მიდის, მოგონება ლეოპარდთან შეხვედრიდან, როდესაც ის 17 წლის იყო. ის თითქმის მოკვდა იმ დღეს. მისმა სამმა თანამებრძოლმა დააკავა ცხოველი, სანამ მეორე მშუბით ყელი გაუხვრიტა. სალეჰეს ნაციბური ისე დააქვს, როგორც სხვა ადამიანებს დიპლომები. გადარჩენის დასტური. დილის 5 საათი. სანადირო ჯგუფი ჩამოყალიბებულია. სულ 6 მამაკაცი. არც ერთი ქალი. ჰაძაბეებს შორის შრომის დაყოფა სქესის მიხედვით არსებობს, მაგრამ ის არ ფუნქციონირებს როგორც ჩაგვრის ხისტის სტრუქტურა. მამაკაცები ნადირობენ. ქალები აგროვებენ ტუბერებს, ხილს და თაფლს. ორივე საქმიანობა თანაბრად აუცილებელია ჯგუფის გადარჩენისთვის. ანთროპოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მიერ შეგროვებული საკვები უზრუნველყოფს ტომის მიერ ყოველდღიურად მოხმარებული კალორიების დაახლოებით 70%-ს. ნანადირევი ხორცი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის ძირითადი კვების საფუძველი. ეს არის ცილოვანი დანამატი, რომელიც ავსებს მცენარეულ დიეტას. მიუხედავად ამისა, ნადირობას უზარმაზარი სიმბოლური და სოციალური წონა აქვს. მამაკაცი, რომელიც ხორცით ბრუნდება, აღინიშნება. მისი უნარი აღიარებულია. მისი სტატუსი ჯგუფში იზრდება. საუკეთესო მონადირეებს უფრო უადვილდებათ პარტნიორების პოვნა. ეს არის ბუნებრივი სელექცია, რომელიც მუშაობს რეალურ დროში, ხილულად, ეუფემიზმების გარეშე. 6 მამაკაცი მიდის მწკრივად აბსოლუტურ სიჩუმეში. ნადირობისას კომუნიკაცია ხდება ხელის სიგნალების სისტემით, რომელიც თაობების განმავლობაში განვითარდა. ხელის გული ქვემოთ ნიშნავს გაჩერებას. ორი თითის ჩვენება ნიშნავს მიმართულებას. შეკრული მუშტი ნიშნავს საფრთხეს. საჩვენებელი თითის ტრიალი ნიშნავს დანახულ ცხოველს. ეს ჟესტების ლექსიკონი იძლევა სრულყოფილი კოორდინაციის საშუალებას ყოველგვარი ხმის გამოცემის გარეშე, რაც გააფრთხილებდა მსხვერპლს. მზე ამოსვლას იწყებს 5 საათსა და 42 წუთზე. სავანა ნელ-ნელა იშლება. მოყვითალო ბალახები, რომლებიც დილის ნიავზე ირხევიან. აკაციები დამახასიათებელი ბრტყელი ვარჯებით. ტერმიტების ბუდეები, რომლებიც 3 მეტრ სიმაღლეს აღწევენ და თიხის აბსტრაქტულ სკულპტურებს გვანან. და შორს მუქი ლაქები, რომლებიც ნელა მოძრაობენ. ცხოველები. ჯერ კიდევ შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება ამ მანძილიდან. სალეჰე ჩერდება და იკუზება. მისი თვალები მიწას მიშტერებია. ნაკვალევი. მოუმზადებელი დამკვირვებლისთვის ეს მხოლოდ აჩეჩილი მიწა იქნებოდა. სალეჰესთვის ეს არის ნიადაგზე დაწერილი სრული ისტორია. სამა ზებრამ აქ დაახლოებით 4 საათის წინ გაიარა. 2 ზრდასრული და 1 კვიცი. ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება. ზომიერი სიჩქარე, ისინი არაფერს გაურბოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ოდნავ კოჭლობს უკანა მარჯვენა ფეხზე, ნაკვალევის არათანაბარი სიღრმე ამხელს დისბალანსს. ჰაძაბეებს შეუძლიათ 60-ზე მეტი სახეობის ცხოველის იდენტიფიცირება მხოლოდ მათი ნაკვალევით. მათ შეუძლიათ განსაზღვრონ, რამდენი ხნის წინ გაიარა ცხოველმა, იყო ის ჯანმრთელი თუ დაჭრილი, იყო მარტო თუ ჯგუფში, იყო მშვიდი თუ შეშინებული. ეს უნარი არ არის მაგია ან განსაკუთრებული ნიჭი. ეს არის ბავშვობიდან მუდმივი დაკვირვების შედეგი. როდესაც შენი გადარჩენა დამოკიდებულია მიწის კითხვაზე, შენ სწავლობ მიწის კითხვას. დილის 6 საათი და 30 წუთი. გადაწყვეტილება მიღებულია.
ჯგუფი ზებრებს გაჰყვება. ის, რომელიც კოჭლობს, წარმოადგენს შესაძლებლობას. დაჭრილი ან დასუსტებული ცხოველები ყოველთვის პრიორიტეტულია, რადგან მათ მოსაკლავად ნაკლები ენერგიაა საჭირო. ჯანმრთელი ზებრის დევნაში 6 საათის დახარჯვასა და კოჭლის დევნაში 3 საათის დახარჯვას შორის არჩევანი აშკარაა. ჰაძაბეები არ ნადირობენ სპორტისთვის ან ემოციებისთვის. ისინი ნადირობენ კალორიული ეფექტურობისთვის. დევნაში დახარჯული ყოველი წვეთი ოფლი უნდა ანაზღაურდეს მიღებული ხორცით. დევნა იწყება. იმისგან განსხვავებით, რასაც ფილმები აჩვენებენ, ნამდვილი ნადირობა იშვიათად მოიცავს დრამატულ სირბილს. ჰაძაბეს სტრატეგია ეფუძნება დაჟინებას. ზებრა სირბილისას 70 კილომეტრს აღწევს საათში. გაწვრთნილი ჰაძაბე დარბის მაქსიმუმ 35-ს მოკლე პერიოდებში. მაგრამ ადამიანებს აქვთ გადამწყვეტი ევოლუციური უპირატესობა, გამძლეობა. მაშინ როცა ზებრებს სჭირდებათ გაჩერება სხეულის გასაგრილებლად, ისინი ჩვენსავით არ ოფლიანობენ და ტემპერატურის დასარეგულირებლად მძიმე სუნთქვაზე არიან დამოკიდებულნი, ადამიანებს შეუძლიათ მზის ქვეშ განუსაზღვრელი ვადით მოძრაობა. ჩვენი საოფლე ჯირკვლები გვაძლევს საშუალებას გავფანტოთ სითბო ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებისას. ჰაძაბეები ზებრებს არ მისდევენ. ისინი მიდიან მუდმივი ნაბიჯი მდგრადი რიტმის საათის მიყოლებით. როდესაც ზებრები ამჩნევენ ადამიანების ყოფნას და გარბიან, მონადირეები არ აჩქარებენ. ისინი უბრალოდ აგრძელებენ სვლას იმ მიმართულებით, საითაც ცხოველები გაიქცნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი კვლავ პოულობენ ზებრებს, რომლებიც დასასვენებლად გაჩერებულან. ცხოველები ისევ გარბიან. ადამიანები აგრძელებენ სვლას. ეს ციკლი მეორდება მანამ, სანამ ცხოველები ზედმეტად არ გამოიფიტებიან გასაქცევად. დილის 7 საათი და 45 წუთი. პირველი შესვენება წყლისთვის. თითოეულ მონადირეს მიაქვს ანტილოპის ნაწლავისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელსაც დაახლოებით 1 ლიტრი წყლის ტევადობა აქვს. მგზავრობისთვის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 12 საათი ან მეტი 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, 1 ლიტრი აბსურდულად ცოტა ჩანს. ჰაძაბეებმა ისწავლეს სხეულის სითხის დაზოგვა ისეთი გზებით, რომლებსაც მკვლევარები ჯერ კიდევ სწავლობენ. მათი ოფლიანობის მაჩვენებელი საშუალო ადამიანურზე დაბალია, რაც შესაძლოა იყოს ათასობით თაობის განმავლობაში ამ კონკრეტულ გარემოში ცხოვრების შედეგად განვითარებული ადაპტაცია. დილის 8 საათი და 20 წუთი. ზებრების კვალი სახიფათო ტერიტორიას კვეთს. სალეჰე მკვეთრი ჟესტით აჩერებს ჯგუფს. წინ დაბალ მცენარეულობაში ნაწილობრივ დამალული სხვადასხვა ნაკვალევია. უფრო დიდი. უფრო ღრმა. კლანჭების ნიშნებით. ლომები. სულ მცირე 4 ინდივიდისგან შემდგარმა ჯგუფმა აქ ცოტა ხნის წინ გაიარა. სავარაუდოდ ბოლო 1 საათში. სიახლოვე საგანგაშოა. ჰაძაბეები ლომებზე არ ნადირობენ. ზრდასრული მამალი ლომი საშუალოდ 190 კილოგრამ კუნთს, კლანჭებსა და კბილებს იწონის. მისი ნაკბენია ხორციელებს დაახლოებით 450 კილოგრამის წნევას კვადრატულ სანტიმეტრზე, რაც საკმარისია ადამიანის თავის ქალის გასასრესად. ლომთან დაპირისპირება მშვილდის რით თვითმკვლელობაა. მაგრამ ლომებისგან სრული თავის არიდებაც შეუძლებელია. ჰაძაბეები ტერიტორიას დაახლოებით 2000 ლომთან იყოფენ სერენგეტი-ნგორონგოროს ეკოსისტემის რეგიონში. გადარჩენის სტრატეგია ეფუძნება ქცევას. ლომები თავს ესხმიან მსხვერპლს, რომელიც გარბის, რომელიც შიშს ავლენს. ჰაძაბეებმა ისწავლეს, რომ ლომისკენ სვლა, თვალის კონტაქტის შენარჩუნება და გამართული პოზა ხშირად აიძულებს ცხოველს უკან დაიხიოს. ლომები აკეთებენ რისკს სარგებლის ინსტინქტურ გათვლებს. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შიშის გარეშე მიიწევს წინ, წარმოადგენს გაურკვევლობას. გაურკვევლობა ნიშნავს დაშავების შესაძლებლობას. სავანის სასტიკ ეკონომიკაში ლომები ამჯობინებენ თავი არიდონ დაპირისპირებებს, რომლებიც არ იძლევა აბსოლუტური გამარჯვების გარანტიას. ჰაძაბეს ჯგუფი გვერდს უვლის ლომის ნაკვალევის არეალს. არა პარალიზებული შიშის გამო, არამედ გონივრული სტრატეგიის გამო. ენერგიის დახარჯვა მტაცებელთან დაპირისპირებაზე, როდესაც მიზანი ზებრებზე ნადირობაა, ტაქტიკური ფლანგვა იქნებოდა. მონადირეები აკეთებენ დაახლოებით 400 მეტრიან რკალს აღმოსავლეთით და მოგვიანებით ისევ პოულობენ ზებრების კვალს. დილის 9 საათი და 50 წუთი. სიცხე მატულობს. ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსია და იზრდება. ჩრდილი მწირია. აკაციები გარკვეულ შვებას იძლევიან, მაგრამ დასასვენებლად გაჩერება კვალის დაკარგვას ნიშნავს.
ზებრებიც იტანჯებიან სიცხისგან. მათ სხეულში გროვდება ტემპერატურა, რომელიც უნდა გაფანტონ. გაქცევისა და დასვენების ყოველი ციკლის შემდეგ ისინი უფრო ნელდებიან, უფრო დაუცველები ხდებიან. 10 საათი და 30 წუთი. ვიზუალური კონტაქტი. დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე 3 ზებრა ჩანს. 2 ზრდასრული და კვიცი. ერთ-ერთი ზრდასრული, ის, რომელიც კოჭლობს, აშკარად მძიმედ სუნთქავს. მისი სუნთქვა მძიმეა, ამ მანძილიდანაც კი ჩანს ფერდის გადაჭარბებული მოძრაობით. მონადირეები ჩერდებიან. ახლა იწყება მიახლოების ფაზა. ზებრასთან ეფექტური გასროლის მანძილზე მიახლოება, დაახლოებით 20-დან 30 მეტრამდე ჰაძაბეს მშვილდებისთვის მოითხოვს ადამიანურ მოთმინებას. მონადირეები იყოფიან და ქმნიან ფართო ნახევარწრეს. თითოეული წინ მიიწევს ინდივიდუალურად იყენებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ საფარს, ბუჩქებს, ტერმიტების ბუდეებს, რელიეფის ჩაღრმავებებს. მოძრაობა ნელია. სანტიმეტრები წუთში. ნებისმიერი მკვეთრი ჟესტი აიძულებს ზებრებს კვლავ გაიქცნენ. 11 საათი და 15 წუთი. გუდო პოზიციაზეა. 23 მეტრი კოჭლ ზებრამდე. მას ახლა შეუძლია ცხოველის დეტალების დანახვა. შავი და თეთრი ზოლები, რომლებიც ცეცე ბუზებისგან შენიღბად ემსახურება, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ორნამენტი აბნევს მწერების მხედველობას. ჭრილობა უკანა მარჯვენა ფეხზე, სავარაუდოდ მტაცებლის მიერ რამდენიმე დღის წინ მიყენებული. მუქი და სველი თვალი, რომელიც ხანდახან გუდოს მიმართულებით ტრიალებს, მაგრამ საფრთხეს ვერ აღიქვამს. ის იმდენი ხანია უძრავადაა, რომ პეიზაჟის ნაწილს ჰგავს. გუდოს წევს მშვილდს. გლუვი მოძრაობა აუჩქარებლად. ამაგრებს მოწამლული სარს. სიმს პირის კუთხემდე ქაჩავს. უმიზნებს ზებრის ფერდს რეგიონს, სადაც სასიცოცხლო ორგანოებია კონცენტრირებული. ზებრის გული დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ხელაა და განლაგებულია წინა ფეხის პირდაპირ უკან. ზუსტი გასროლა ამ არეში ნიშნავს გარანტირებულ სიკვდილს, თუმცა არა მომენტალურს. შხამს დრო სჭირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში გასავრცელებლად. ის არის მიფრინავს. დარტყმა. ზებრა ხტება მოულოდნელი ტკივილისგან გაკვირვებული. დანარჩენი 2 მაშინვე გარბის. ჭრილობა სწორად არის განლაგებული, წინა ფეხიდან რამდენიმე სანტიმეტრით უკან. ის არის დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიღრმეზე შევიდა, საკმარისი სიღრმე იმის უზრუნველსაყოფად, რომ შხამი სისხლის ნაკადში მოხვდეს. ახლა იწყება ლოდინი. 11 საათი და 40 წუთი. საბოლოო დევნა. დაჭრილი ზებრა გარბის, მაგრამ მისი სიჩქარე უკვე შეზღუდულია კოჭლი ფეხითა და დაგროვილი სტრესით. მონადირეები ზომიერი ტემპით მიჰყვებიან. სიჩქარე საჭირო არ არის. შხამი ჩუმად მუშაობს, ყოველ წუთს ანადგურებს გულის უჯრედებს. ზებრა შენელდება, წაბორძიგდება და ეცემა. დღის 12 საათი და 30 წუთი. ცხოველი ეცემა. დაახლოებით 3 კილომეტრში იმ წერტილიდან, სადაც ის არის მოხვდა, ზებრა კოლაფსირდება. ჯერ უკანა ფეხები ეკეცება. ცდილობს ადგომას, მაგრამ ვერ ახერხებს. თვალები ჯერ კიდევ ღია აქვს, მაგრამ სხეული აღარ პასუხობს ტვინის ბრძანებებს. შხამმა პარალიზება გაუკეთა გულის კუნთებს. რამდენიმე წუთში ის მკვდარი იქნება. მონადირეები პატივისცემით უახლოვდებიან. ჰაძაბეებს შორის არ არსებობს ხმაურიანი ზეიმი სიკვდილის შემდეგ. არსებობს ჩუმი აღიარება. ცხოველმა გასწირა სიცოცხლე, რათა ადამიანებმა განაგრძონ ცხოვრება. ეს არც რომანტიზებულია და არც გულგრილად განხილული. ეს უბრალოდ მიღებულია, როგორც არსებობის რეალობა. მტაცებლები კლავენ მსხვერპლს. მსხვერპლი კვებავს მტაცებლებს. ციკლი გრძელდება. სალეჰე დაუყოვნებლივ იწყებს სხეულის მომზადებას. ზრდასრული ზებრა 350-დან 400 კილოგრამამდე იწონის. ამ მთლიანი წონის ბანაკში დაბრუნება, დაახლოებით 8 კილომეტრის მანძილზე, შეუძლებელი იქნებოდა. საველე მომზადების პროცესი მოიცავს ლეშის დაყოფას სამართავ ნაწილებად და იმის გადაყრას, რაც არ იქნება გამოყენებული. ჯერ ხდება შინაგანი ორგანოების ამოღება. კუჭი და ნაწლავები იხსნება და იცლება. ღვიძლი და გული ფრთხილად გამოიყოფა, ეს ორგანოები დელიკატესებად ითვლება და მათ მონადირეები იქვე, ადგილზევე მიირთმევენ, უმალ როგორც ძალისხმევის დაუყოვნებელ ჯილდოს. ტრადიცია ადგენს, რომ ვისაც საბედისწერო ის არის ეკუთვნის, მას აქვს გულის უფლება.
გუდო კბეჭს ჯერ კიდევ თბილ კუნძს სისხლი ნიკაპზე ჩამოსდის. ეს არ არის სცენა სუსტი კუჭის მქონე ცივილიზაციებისთვის, რომლებმაც სიკვდილი პლასტმასსა და პოლისტიროლში შეფუთეს. ტყავი იხსნება ერთი მთლიანი ნაჭრით. სიზუსტის სამუშაო, რომელსაც სალეჰი ასრულებს ლითონის დანით, რომელიც აწლეულების გამოყენებისგან გაცვეთილია. თითოეული ჭრა მიჰყვება კონკრეტულ ხაზებს, ინარჩუნებს ტყავის მთლიანობას მომავალი გამოყენებისთვის. კარგად დამუშავებული ზებრის ტყავი გამოდგება ხალიჩად, ქოხის გადასახურად ან სხვა ტომებთან გასაცვლელ ნივთად. მისი ღირებულება მნიშვნელოვანია. ხორცი იყოფა პორციებად. უკანა ნაწილებს უფრო მოცულობით ორ-ორი მამაკაცი წაიღებს. წინა ნაწილები უფრო პატარაა და მათი ტრანსპორტირება ინდივიდუალურად შეიძლება. ფეხის ძვლებით ხდება ძვლის ტვინის ამოსაღებად, სუფთა ცხიმი, კალორიებით მდიდარი, რომელიც დღესვე იქნება მოხმარებული. თავის ქალა იქვე რჩება. ჩლიქები ინახება წებოს დასამზადებლად. დამუშავების მთლიანი დრო, დაახლოებით 2 საათი. დღის 2 საათი და 50 წუთი. ჯგუფი იწყებს უკან დაბრუნებას. თითოეულ მამაკაცს მიაქვს 20-დან 30 კილოგრამამდე ხორცი, ძვლები და ტყავი. შვილდებთან, ისრებთან და წყლის ჭურჭელთან ერთად, მთლიანი წონა ერთ ადამიანზე 40 კილოგრამს აჭარბებს. და წინ კიდევ 8 კილომეტრია გასავლელი. 42 გრადუსი სიცხის ქვეშ. მონიშნული ბილიკის გარეშე. ტერიტორიაზე, სადაც მტაცებლებმა სავარაუდოდ უკვე იგრძნეს ახალი სისხლის სუნი. დღის 4 საათი და 30 წუთი. ხორცის სუნი არასასურველ ყურადღებას იპყრობს. დაახლოებით 600 მეტრში, ხალხიანი აფთრების ხროვა აკვირდება ადამიანებს. 7 ინდივიდი. აფთრები ოპორტუნისტი ლეშის მჭამელები არიან, რომლებიც არ ერიდებიან მცირე ჯგუფებთან დაპირისპირებას. ხორცით დატვირთული 6 ადამიანის ჯგუფი მნიშვნელოვან ცდუნებას წარმოადგენს. ჰაძაბეები არ აჩქარებენ და არ ავლენენ ნერვიულობას. სიარულის იგივე რიტმის შენარჩუნება, იგივე მოდუნებული პოზა მიანიშნებს, რომ ადამიანები საკუთარ თავს მსხვერპლად არ თვლიან. 15 წუთიანი პარალელური თანხლების შემდეგ აფთრები ნებდებიან. საღამოს 5 საათი და 50 წუთი. მზე ჩასვლას იწყებს. ჯგუფი კვეთს უფრო ხშირ მშრალ ტყეს, რომელიც სასიამოვნო ჩრდილს სთავაზობს. ზემოთ ტოტებს შორის სწრაფი მოძრაობები პავიანების ყოფნას ამხელს. დაახლოებით 30 ინდივიდისგან შემდგარი ხროვა ფრთხილი ინტერესით აკვირდება ადამიანების გავლას. პავიანებსა და ჰაძაბეებს რთული ურთიერთობა აქვთ. ისინი არ არიან ბუნებრივი მტრები, მაგრამ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ზოგიერთი საკვები რესურსისთვის, ხილისთვის, ფესვებისთვის, ფრინველის კვერცხებისთვის. ხანდახან ხდება შეტაკებები, რომლებიც ჩვეულებრივ პავიანების უკანდახევით სრულდება ადამიანის ძალის დემონსტრირების შემდეგ. საღამოს 6 საათი და 40 წუთი. პრობლემური დანახვა. კამეჩები. დაახლოებით 20 ცხოველისგან შემდგარი ჯგუფი ბალახობს მინდორზე 300 მეტრის მოშორებით. აფრიკული კამეჩები კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველად ითვლებიან, ისინი აფრიკაში წელიწადში უფრო მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე ლომები და ნიანგები ერთად. ჰაძაბეს ჯგუფი ჩერდება შესაფასებლად. ყველაზე პირდაპირი გზა მინდორზე გადის. მის გარშემო გავლა დაამატებდა 2 კილომეტრს. სალეჰი რამდენიმე წუთის განმავლობაში აკვირდება კამეჩებს. თუ პერიფერიაზე არიან ახალგაზრდა მამრები, რომლებიც აღგზნებულ ქცევას ავლენენ, რისკი ექსპონენციალურად იზრდება. გადაწყვეტილება, გარშემო გავლა. 2 დამატებითი კილომეტრი სჯობს კამეჩებთან შეხვედრის რისკს 40 კილოგრამი ხორცით ხელში. ჰაძაბეები გადარჩნენ 50,000 წელი არა იმიტომ, რომ მამაცები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ფრთხილები იყვნენ. საღამოს 7 საათი და 30 წუთი. ბანაკი ჩანს. კოცონები უკვე დანთებულია. პატარა ნარინჯისფერი სინათლის წერტილები, რომლებიც თითოეულ ქოხს აღნიშნავენ. შორიდან ისმის ხმები, ქალები საუბრობენ, სანამ დღის ნაგროვებს ამზადებენ, ბავშვები თამაშობენ ბოლო წუთებში სრულდაბნელებამდე. სანადირო ჯგუფი გამოსცემს კონკრეტულ შეძახილს, ვოკალიზაციას, რომელიც აცხადებს წარმატებულ დაბრუნებას. ბანაკი პასუხობს მოწონების შეძახილებით. მონადირეების მოსვლა შეკრების მომენტია. მამაკაცები, ქალები და ბავშვები უახლოვდებიან მოტანილი ტვირთის სანახავად. არ არსებობს ოფიციალური ცერემონია, მაგრამ არსებობს მკაფიო სოციალური აღიარება. გუდო, რომელმაც საბედისწერო ის არის ისროლა, იღებს თავშეკავებულ მილოცვებს, ხელის მხარზე დაკვრას, მოწონების მოკლე სიტყვებს.
სალეჰი, როგორც ექსპედიციის ლიდერი, ანაწილებს ხორცის პორციებს დამსწრე ოჯახებს შორის. განაწილება მიჰყვება დაუწერელ, მაგრამ საყოველთაოდ გაგებულ წესებს. თითოეული დამსწრე ოჯახი იღებს პროპორციულ ნაწილს, მიუხედავად იმისა, თუ ვინი ნადირა. ღამის 8 საათი და 15 წუთი. კერძის მომზადება იწყება. ქალები იღებენ კონტროლს ხორცზე. ჰაძაბეს მომზადების მეთოდები მარტივია. პატარა ნაჭრები იგება ჯოხებზე და იწვება ცეცხლზე. დიდი ნაჭრები იდება გაცხელებულ ქვებზე, დროდადრო გადაბრუნებით. სასურველი მომზადების დონე უფრო ნაკლებად შემწვარია, ხორცი ინარჩუნებს მაქსიმალურ წვნიანობას. არ არსებობს სანელებლები დასავლური გაგებით. ჰაძაბეები არ იყენებენ მარილს, პილპილს ან სუნელებს. ხორცი მოიხმარება ბუნებრივი გემოთი. კვლევები აჩვენებს, რომ მარილისა და ხელოვნური გემოს გამაძლიერებლების გადაჭარბებულმა მოხმარებამ დააჩლუნგა ინდუსტრიული პოპულაციების გემოვნების რეცეპტორები. ჰაძაბეები შეიგრძნობენ ნატიფ გემოებს, რომლებსაც ჩვენ ვეღარ ავიქვამთ. ღამის 9 საათი. მთავარი კვება. დაახლოებით 40 ადამიანია შეკრებილი 3 ცენტრალური კოცონის გარშემო. ბავშვები ჭამენ პირველები, არა ფორმალური წესის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი უფრო ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას და უფროსებს ურჩევნიათ სიმშვიდე საუბრისთვის. ზებრის ხორცი ნელა იღეჭება, თითოეული პორცია მაქსიმალურად გამოიყენება. ძვლები ტყდება ძვლის ტვინის გამოსაწოვად. აბსოლუტურად არაფერი იკარგება. რაც ამ ღამით არ შეიჭმება, გამოიბოლება ცეცხლზე მომდევნო დღეებში შესანახად. ჭამის დროს ყვებიან ისტორიებს. სალეჰი აღწერს დღის მოვლენებს მათთვის, ვინც არ მონაწილეობდა. ნაკვალევის აღმოჩენა. გაყოლის გადაწყვეტილება. ლომების ტერიტორიის გარშემო გავლა. მომთმენი მიახლოება. გუდოს ზუსტი გასროლა. შხამის ეფექტის მოლოდინი. ლეშის მომზადება. აფთრები, რომლებიც მათ მიჰყვებოდნენ. კამეჩები, რომლებსაც თავი აარიდეს. თითოეული დეტალი ჩართულია არა თავმოწონებისთვის, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციისთვის. დამსწრე ბავშვები ითვისებენ ინფორმაციას, რომელსაც ერთ დღეს საკუთარ ნადირობაში გამოიყენებენ. ეს არის ჰაძაბეს უნივერსიტეტი. არ არსებობს ფორმალური სკოლები, სახელმძღვანელოები ან წერითი გამოცდები. ცოდნა გადაიცემა ზეპირად, თაობიდან თაობას, ზუსტად ასეთ მომენტებში. ბავშვმა, რომელიც გაიზარდა ნადირობის ისტორიების მოსმენით, იცის ნაკვალევის ამოცნობა მანამ, სანამ კითხვას ისწავლის, რადგან კითხვას არასდროს ისწავლის. იცის შხამის მომზადება მანამ, სანამ ანგარიშს ისწავლის, რადგან ანგარიში არასდროს დასჭიროებია. ჰაძაბეს კურიკულუმი მოიცავს მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია გადასარჩენად: ხვალისძიება, ნადირობა, შეგროვება, იარაღების დამზადება, ამინდის კითხვა, ტერიტორიის გეოგრაფია, ცხოველების ქცევა, საკვები მცენარეების შხამიანების წინააღმდეგ. ღამის 10 საათი და 30 წუთი. მუსიკა. ერთ-ერთმა უფროსმა მამაკაცმა აიღო თავისი ინსტრუმენტი, გოგრისგან და მყესის სიმებისგან დამზადებული იმპროვიზირებული ციტრის სახეობა. ხმა ჰიპნოზურია, განმეორებადი. სხვა მამაკაცები ტაშს უკრავენ რთულ რიტმში. ზოგიერთი ქალი მღერის მელოდიებს, რომლებიც უფრო გოდებას ჰგავს ვიდრე ზეიმს. ჰაძაბეს მუსიკა არ არის მხიარული კონვენციური გაგებით. ის ღრმაა, მედიტაციური. ცეკვა ხდება დაგეგმილი ქორეოგრაფიის გარეშე. სხეულები მოძრაობენ ცეცხლის გარშემო, ჩრდილები პროეცირდება ხეებზე. რიტუალს არ აქვს დასრულების დრო. ის გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანები არ დაიღლებიან. დროის კონცეფცია აქ უბრალოდ არ გამოიყენება. 11 საათი და 45 წუთი. გუდო განზე გადის. ის მიდის ბანაკის კიდემდე. წვება ანტილოპის ტყავზე. მის ზემოთ ცა ვარსკვლავებით ფეთქდება. ასეულობით კილომეტრის რადიუსში სინათლის დაბინძურების გარეშე ირმის ნახტომი ჩანს მთელი თავისი დიდებულებით. ჰაძაბეებმა დაარქვეს სახელები თანავარსკვლავედებს, რომლებიც არ ემთხვევა ბერძნულ ან არაბულ სახელებს. გუდოსთვის ვარსკვლავიანი ცა პრაქტიკულ გათვლებს შთააგონებს. გარკვეული ვარსკვლავების პოზიცია მიუთითებს წელიწადის დროს. მთვარის ნათების ინტენსივობა გავლენას ახდენს ღამის მსხვერპლის გადაადგილებაზე. ცა გადარჩენის ინსტრუმენტია, სანამ ჩვრეთის ობიექტი გახდება. შუაღამე. ბანაკი ჩუნდება. ცეცხლი ჯერ კიდევ გიზგიზებს, მას ინარჩუნებენ გუშაგები, რომლებიც არათანაბარ ცვლებში ენაცვლებიან ერთმანეთს. სავანის ღამის ხმები ავსებს ადამიანის ხმების მიერ დატოვებულ სიცარიელეს.
შორს აფთრების ყვირილი. ბუები, რომლებიც პატარა მღრღნელებზე ნადირობენ. ლომის პერიოდული ღრიალი, რომელიც ტერიტორიას ნიშნავს. ხმები, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლის ყურისთვის დამაფრთხობელი იქნებოდა, მაგრამ ჰაძაბეებისთვის არსებობის ჩვეულებრივი საუნდტრეკია. ღამის პირველი საათი და 30 წუთი. განგაში. გუშაგი ამჩნევს მოძრაობას პერიფერიაზე. თვალები, რომლებიც კოცონის შუქზე ბზინავენ. აფთრები, სავარაუდოდ იგივე ჯგუფი, რომელიც მონადირეებს ადრე მოჰყვებოდა. სამი მამაკაცი დგება ჩირაღდნებით შეიარაღებული. მიდიან მბზინავი თვალებისკენ, ყვირიან და ჩირაღდნებს აქნევენ. აფთრები უკან იხევენ. ეს თამაში მეორდება ღამე-ღამის მიყოლებით. მტაცებლები სინჯავენ დაცვას. დაცვა პასუხობს. ბალანსი შენარჩუნებულია. ღამის 3 საათი და 15 წუთი. ახალი გაღვიძება. გუდო თვალებს ახელს. 14 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ზებრა მოკლა. ხორცი, რომელიც დარჩა, შებოლილია. მაგრამ ბანაკს 40 პირი ჰყავს გამოსაკვები. ერთი ზებრის ხორცი ერთ კვირასაც არ ეყოფა. დღეს საჭირო იქნება კვლავ ნადირობა. ის დგება, იღებს თავის მშვილდს და სიარულს იწყებს. რუტინა მეორდება. ნადირობის შეწყვეტა ნიშნავს ჭამის შეწყვეტას. ჭამის შეწყვეტა ნიშნავს სიკვდილს. ამ განტოლების სიმარტივე გამორიცხავს ყველა სირთულეს, რომელიც აწუხებს ინდუსტრიულ საზოგადოებებს. დილის 5 საათი. ახალი განთიადი. 34 საათის ციკლი სრულდება. და დაუყოვნებლივ იწყება თავიდან. ასე იყო ბოლო 50,000 წლის განმავლობაში. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ჰაძაბეები იარსებებენ. ჰაძაბეებს არ აქვთ სიტყვა მადლობასთვის. როდესაც ვინმეს ბანაკში ხორცი მოაქვს, არავინ უხდის მადლობას, რადგან გაზიარება არ არის კეთილშობილება, ეს უბრალოდ ისაა, რასაც აკეთებენ. საკვების დაგროვების იდეა მაშინ, როცა სხვა შიმშილობს, მათ ლოგიკაში აზრს მოკლებულია. ყოველი ნადირობა კვებავს მთელ ჯგუფს. ყოველი წარუმატებლობა შთაინთქმება მთელი ჯგუფის მიერ. მეცნიერებმა, რომლებიც ჰაძაბეებს 10 წლეულების განმავლობაში სწავლობენ, აღმოაჩინეს რაღაც შემაშფოთებელი. ისინი მუშაობენ საშუალოდ 4-დან 6 საათამდე დღეში საკვების, თავშესაფრისა და ყველაფრის უზრუნველსაყოფად, რაც სჭირდებათ. დანარჩენ დროს ისვენებენ, საუბრობენ, ეთამაშებიან ბავშვებს, ქმნიან მუსიკას. მათ არ აქვთ გულის დაავადებები. არ აქვთ დიაბეტი. არ აქვთ დეპრესია. მათ ღრმად სძინავთ ყოველ ღამეს. შესაძლოა, ყველაზე არაკომფორტული დაკვირვება, რომელსაც ჰაძაბეები ჩვენს შესახებ აკეთებენ, არ იყოს წარსულზე. ეს იყო საწმყოზე. იმაზე, თუ რა მოვიგეთ და რა დავკარგეთ, როდესაც სავანა ოფისზე გადავცვალეთ,